კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. მზადება დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის გრძელდება თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების მონაწილეობით ღონისძიების მორიგი რეპეტიცია მიმდინარეობს. სამხედროების მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებიან. როგორ მიმდინარეობს რეპეტიცია, დეტალებს თეკლა ბესტავაშვილი გაგვაცნობს. თეკლა გისმით. უკვე იგრძნობა განსაკუთრებული მოლოდინი და საზეიმო განწყობა დედაქალაქში რამდენიმე დღეში მთელი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქტიური სამზადისი და რეპეტიცია მიმდინარეობს. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული კონცეფციით გაიმართება, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს, რაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების 1700 წელს უკავშირდება. სამზადისში აქტიურად არიან ჩართულები, წვევამდელებიც, რომელთათვისაც განსაკუთრებით ემოციური იქნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი, სწორედ ამ დღეს დადებენ ისინი საზეიმო ფიცს და ამით თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. უკვე ცნობილია, რომ წელს 600-მდე რეკრუტი დადებს ფიცს და ფიცის დადების ცერემონია არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით კიდევ 12 ისტორიულ კუთხეში გაიმართება. აქტიურად მიმდინარეობს დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებების ფაზა, დღეს მესამე დღეა. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა ემზადება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. 21 ქალაქში იქნება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა და საზოგადოებას ექნება საშუალება მთელი დღის განმავლობაში 26-ში ნახონ ტექნიკა, გადაიღონ სურათები, გაეცნონ ტექნიკას და შეიარაღებას, გაეცნონ თავდაცვის ძალების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. რაც შეეხება თვითონ 26 მაისს, ის იქნება გრანდიოზულად ჩატარებული აქ. თავდაცვის ძალების მთლიანი პირადი შემადგენლობა იქნება ჩართული მასში. ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, მაგრამ განსაკუთრებით ასევე ჩვენთვის და ჩვენთან ძალიან ახლოს მდგარი დღესასწაულია. განსაკუთრებული მნიშვნელოვანი დღე არის იმ ახალ წვეულებისათვის, ვინც დღეს 26 მაისს დადებს ფიცს ღვთისა და ერის წინაშე და ჩადგება სამშობლოს სამსახურში. ეს არის განსაკუთრებული დღე თითეული მოქალაქისათვის. და მათთვის ეს იქნება დაუვიწყარი, ვინაიდან თბილისში და კიდე 12 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება ფიცის მიღება, სადაც დაახლოებით 600 საქართველოს მოქალაქე ჩადგება სამშობლოს სამსახურში. გარდა 26 მაისის მთავარი ოფიციალური ღონისძიებისა, ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები იქნება. ამ მხრივ კი დატვირთული ორბელიანების მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნება. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებას პასუხობს. გერმანიის ელჩის თქმით, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მათ ყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნამდვილად მათ ყუარაა ის, ვინც ძალადობას მშვიდობიან პროტესტს უწოდებს და ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს. არადა ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას. მატყუარაა ის, ვინც ძალადობას მშვიდობიან პროტესტს უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს. ნიანგის ცრემლების სიმართლეს ვერ გადაფარავს. ანტიქართული თავდასხმა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა. ასე შეფასდა მმართველ გუნდში გერმანიის ელჩის განცხადება. ბათუმელებთან ინტერვიუში პეტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ შუადერეფნის მნიშვნელობა არ უნდა იყოს გაზვიადებული. მისივე თქმით, არც ევროკავშირი და არც გერმანია საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობის გამო არ აპირებენ თვალი დახუჭონ ფუნდამენტური ღირებულებების უგულებელყოფაზე. საპასუხოდ მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ფიშერმა ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ საქართველოა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, თუმცა ამ ფაქტის იგნორირებას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს. მნიშვნელოვანია, რომ შუადერეფნის მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გაცვალოს.
ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართულია, ანტიდემოკრატიულია და ყველაზე უბედურება ის არის, რომ ანტიევროპულია, იმიტომ რომ მათ შორის ევროკავშირისთვისაც საკვანძოდ მნიშვნელოვანი არის საქართველოს როგორც შუა და ეროვნის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენლის როლი და როდესაც უგულებელყოფ ამ ყველაფერს, უბრალოდ გეოგრაფიის უგულებელყოფაზე მიდის საუბარი, მათ შორის სწორედ საქართველო არის ენერგოუსაფრთხოების გარანტი იმ უმნიშვნელოვანეს შავი ზღვის ქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ევროპას ენერგიას მიაწვდის. მისგან ეს განცხადებები არავის გვიკვირს, ის ყველა თავის განცხადებაში ცდილობს, რომ საქართველოს როლი დააკნინოს, რომ საქართველო დაამციროს ქართველი ხალხი. ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,1%-მდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ეკონომიკის შენელება გამოიწვია. ინფორმაციას პოლიტიკო აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი მთელ ბლოკში ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის ზრდას გამოიწვევს. ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა განახევრდეს თუ კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია. მისი თქმით, ენერგომატარებლების მზარდი ფასები ასევე გამოიწვევს ინფლაციის 3,1%-მდე გაზრდას, ხოლო ენერგეტიკული შოკის შედეგები სავარაუდოდ 2027 წლამდე გაგრძელდება. უმაღლესი შეფასება კანონის უზენაესობის კუთხით ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე საქართველო და მონტენეგრო არიან. კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლისა და კანონების წარმატებით აღსრულების უნარი. ეს იმ ინდიკატორების მცირე ნაწილია, რომლითაც კვლევის ავტორები ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს ამ მიმართულებით საგრძნობლად ჩამორჩებიან მოლდოვაც და უკრაინაც. ქართულ ოცნებაში აცხადდებენ, რომ ევრობიუროკრატების არასამართლიან მიდგომას ჩვენი ქვეყნის მიმართ მათივე კვლევების შედეგები ამხელს. როდესაც საქმე მიდგება ფაქტების მოკვლევაზე და შესაბამისად დასკვნების გაკეთებაზე, ჩვენ ხედავთ საქართველოს რამდენად პოზიტიურ შეფასებებს იღებს, თუმცა როდესაც ხედავთ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თუ პოლიტიკურ განცხადებებში თარგმნიან, სრულებით ივიწყებენ იმას, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში საქართველოს კანონის უზენაესობის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო ნიშნული აქვს და ჩვენ მონტენეგროსთან ერთად კანდიდატ ქვეყნებს შორის ფაქტიურად წამყვან პოზიციაზე ვართ, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა ამ შემთხვევაში ეს სერიოზული მიღწევა არის იმ რეფორმების ფონზე, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ. ავის მოსურნე ადამიანებს აქვთ პარალელური სამყარო შექმნილი და ამ პარალელურ სამყაროში არის თურმე დემოკრატიის უკუსლა და თურმე ცა ჩამოიქცა. რეალურად კი, როდესაც ფაქტებზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი ანგარიშები იდება, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის სასამართლოს მიუკერძოებული სასამართლოსადმი ნდობის თვალსაზრისით ეკონომიკური წინსვლის გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქართული ხალხის დაკვეთა, რომელსაც ვასრულებთ ჩვენ ქართული ოცნების გუნდი, არის სწორი და ეს არის ორიენტირებული და რაც თავარია შედეგებში გამოხატული. ფედერალისტების ლიდერი ხაზარაძის პარტიის წევრებს გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავას უპირისპირდება და მათ პოლიტიკურ არარაობებს უწოდებს. თამარ ჩერგოლეიშვილი გეგელია გალდავას განცხადებებს აზიარებს, სადაც ლელოს წევრები ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს ლანძღავენ. მანამდე ჯანგირაშვილმა ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით Facebook პოსტი გამოაქვეყნა. აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრელ მონებად, ვინც გამოადგა ატივტივოს. რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან პოლიტიკაში. ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამ მომრჩევლებს, რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო, ოღონდ გაცილებით დელიკატურად. ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა მისი ხმა საწავიდა და აი ასე პასუხობენ. ესაა ავტოკრატია, აი ეს უნდა ჩაირეცხოს. არა ანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად.
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მოქალაქეებს სწრაფი მოგების მიღების დაპირებით სხვადასხვა სახის აქციების ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდებას თავაზობდა, რითაც 42 პირის კუთვნილ ჯამში 317,327 ლარს მოტყუებით დაიუფლა. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში დიდი ოდენობით ქვიშახრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. კანონდარღვევით მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა 10,000 კუბურ მეტრს აჭარბებს. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი 154,000 ლარზე მეტია. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. რუსთავში გამოვლენილი სამართალდარღვევის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი 154,000 ლარს აჭარბებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოში დაწყებულია გამოძიება. მოუწოდებთ მოქალაქეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე მოხდება მკაცრი რეაგირება. თურქეთში ქალაქ სტამბოლში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შალვა გოგოლაძე ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა მხარეებმა შესაძლო საერთო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრა გაიმართა უზბეკ კოლეგასთან და აზიის ოლიმპიური საბჭოსა და უზბეკეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთანაც. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სპორტის სფეროში მჭიდრო კავშირების განვითარებას. სტამბოლში მიმდინარე ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალს 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ყავს. ფესტივალში მონაწილეობას ქართველი ცხენოსნები მიიღებენ, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სახეობებს ცხენბურთსა და ყაბაღს წარადგენენ. ასევე იქნებიან ქართველი მოჭიდავეებიც, რომლებიც მაყურებელს ქართული ჭიდაობის ელემენტებს უჩვენებენ. ქალაქ სტამბოლში დავესწარი მსოფლიო ეთნოსპორტის ფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს, სადაც მონაწილეობენ ქართველი სპორტსმენებიც. ფესტივალის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მსოფლიო ეთნოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ბილალ ერდოღანს, რომელთანაც ჰქონდა საუბარი საქართველოში ეთნოსპორტის განვითარების საკითხებზე. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ ჭიდაობას, რომელიც პირველად არის ამ ფესტივალზე წარმოდგენილი. მადლობას უხდი საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქართულ ჭიდაობის ფედერაციას, ასე რომ ეხმარება ქართულ ჭიდაობას. აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. აფხაზეთობა შედგა, რადგან ამ უსაყვარლეს ქალაქში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა აფხაზეთის ხმა და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის მხარეს, თავმჯდომარეს ბატონ ზურა პატარაძეს მხარდაჭერისთვის და ესეთი საღამოები ჩვენ გვახსენებს აფხაზეთს. ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით აფხაზეთში. ბათუმში გაიმართა არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნის დღეს. და ნამდვილად იყო ძალიან დიდი ემოციები. წარმოდგენილი იყო ჰანგები, რომელიც აჭარიდან აფხაზეთისკენ იყო და რა თქმა უნდა ეს არის დიდი კულტურა, დიდი ტრადიციები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, რომ ეს ორი გუნდი, რაც აი ამ ორი გუნდის კოლაბორაცია იყო, გაუზიარეთ ერთმანეთს ძალიან დიდი სითბო, სიყვარული, მოვეფერეთ ჩვენს ძმებს და დებს აფხაზეთში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ანასეულის ბაზაზე ჩაის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ქართული ჩაისა და ჩაის პროდუქციის გამოფენა, გაიმართა დეგუსტაცია დარგში არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს ჩაის სანერგეთ და ჩაის გადამამუშავებელი ექსპერიმენტული საწარმო. მოეწყო ფარული დეგუსტაციაც, სადაც ქართული ჩაის ნიმუშები შეაფასეს. მიღებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
საქართველოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩაის კულტურის განვითარება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, სადაც ფართოდ არიან წარმოდგენილი ის მეწარმეები, რომლებიც ჩაის პროდუქციის წარმოებით არიან დაკავებული და არა მარტო. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში ყოველგვარ დახმარებას უწევს ფერმერებს კომპლექსურად დაწყებული ნიადაგის ანალიზიდან დამთავრებული აგროტექნოლოგიებით. სახელმწიფოსთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და ხელი შეუწყოთ ქართული ჩაის პოპულარიზაციას. ჩაის საერთაშორისო დღეს ულოცავთ თითოეულ მეწარმეს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ნიკოლოზობასთან ერთად დღეს მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთი ასურველი მამის წმინდა შიო მღვიმელის გარდაცვალებას იხსენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე სადღესასწაულო წირვას შიო მღვიმის მამათა მონასტერში აყავლეს. ჩვენ გვახსოვს აც განსვენებული კათოლიკოს პატრიარქი ილიას მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ მან განსაკუთრებულად შეავედრა წმინდა ნიკოლოზ საქართველოს ეკლესია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე. ამავდროულად ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არის წმინდა შიო მღვიმელის გარდაცვალების დღე და ჩვენი კათოლიკოს პატრიარქ შიოს ანგელოზის დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემთხვევა ეს დღესასწაულები. გილოცავთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღევანდელ დღეს. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გაგრძელებს.